Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს მე მინდა ვისაუბრო ესეთ თემაზე, როგორიც არის თალმუდი. რა არის თალმუდი? რას ნიშნავს თალმუდის სწავლება? რატოა თალმუდთან მიმართებაში ამდენი მითქმა-მოთქმები, რატო ამდენი გაყალბებული ციტატები თალმუდში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ. მოგეთ ყველაფერს ამაზე დღეს ჩვენ ველაპარაკებთ, მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებთ ჩვენ ამ ვიდეოს, გთხოვთ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ყველა ქრისტიანმა ადამიანმა, ქრისტიანმა და ისეთ ებრაელმა ადამიანმაც გააზიაროთ, იყავით სიმართლის გამავრცელებლები და გულში დაგვიდექით ამით, რომ თქვენ იყავით სიმართლის გამავრცელებლები. ასევე მოიწონეთ, დააკომენტარეთ და თუ ვინმე ფინანსურად გინდათ გულში დგომა, ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება კომენტარებში ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. თქვენ იცით რისთვის გჭირდება ჩვენ თანხას რისთვის ვაგროვებთ, ამიტომ თუ გაქვთ სურვილი გვერდში დაგვიდგეთ, კი ბატონო, სიამოვნებით. მაშასი დავიწყოთ. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. ჩვენ ბოლო ვიდეო ჩავწერეთ გადმოცემებზე და წერილზე და ამას შევეხეთ ჩვენ ქრისტიანულ ჭრილში და იგივე თემას მინდა შევეხოთ უკვე ებრაულ და იუდაიზმში, რა მოკლედ ამ ჭრილში მინდა შევეხოთ. მაგ დროს როგორ უყურებდნენ გადმოცემებს იესოს დროს წმინდა წერილთან იყო თუ არა გათანაბრებული გადმოცემა და დღეს როგორ არის და ვისაუბროთ თალმუდზე კიდე მის გაყალბებულ ციტატებზე მაგალითად როგორც ასეთი არის ქრისტიანების სისხლსვამენო ბავშვების სისხლსვამენო ებრაელებიო პასექზე ხო და ასე შემდეგ ეს რომ აგვიხსნა. კარგი, დავიწყოთ. უყურე რა ხდება. თვითონ სიტყვა თალმუდი მოდის ესეთი სიტყვა და რომელიც არის მისი ფუძე არის ლომედ, სწავლას ნიშნავს. თალმუდ თვითონ ითარგმნება სწავლას, სწავლება ქვია. აქედან არის ასეთი სიტყვა წამოსული თალმიდ. თალმიდ ნიშნავს მოწაფე, თალმიდი მოწაფეები. ანუ თალმუდი არის დაკავშირებული სწავლასთან. ეს დაიწყო თალმუდის შეიცავს ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, ჩვენ რომელზეც ვლაპარაკობდით, ებრაულ ტრადიციაში იყო ზეპირსიტყვიერი გადმოცემები. ორი ვარაუდია ეს, რომ ორი განმარტება არსებობს ებრაულ ტრადიციაში, რომ გადმოცემები მოდის უშუალოდ მოსეს დროიდან და მეორე არის უკვე ეზრას დროიდან წამოვიდა ეს გადმოცემებზე უფრო ყურადღების გამახვილება. მოსეს დროს იყო გადმოცემები, მაგრამ ისეთი მნიშვნელობა არ ანიჭებდნენ, როგორც ეს ეზრას შემდეგ წამოვიდა, იმიტომ რომ ეზრას შემდეგ გადმოცემებს უფრო მეტი დიდი აზრი ჰქონდა, რადგანაც ებრაელ ერს დაკარგული ჰქონდა ებრაული ენა, რომ ვთქვათ ასე. ებრაული ენა მარტო წერილობით, ვინც წერა-კითხვა იცოდა, იმათმა იცოდნენ და უმეტესწილად, ვინც ბაბილონიდან გადმოსახლებული ებრაელი იყო, ისინი ლაპარაკობდნენ არამეულად. ამისათვის მათ ჭირდებოდა განმარტებები, როცა აი სინაგოგაში როგორა, სინაგოგაში მიდის სწავლება, თორას კითხულობენ, მაგრამ ამას განმარტება ხო ჭირდება, რაც ნიშნავს. ამიტომ შეიქმნა ესეთი ნაშრომები, უძახიან ტარგუმებს უძახიან, იონათან ბენ უზლის ტარგუმია, ესეც ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიდანა რო იცოდე. მაგრამ იონათან ბენ უზლის და ონკენსოლის ტარგუმები შეიქმნა იესო ქრისტემდე 100 წლით ადრე. ანუ რო ვთქვათ ახლა ჩვენ რომ მე ასეთი ვერსიაც მსმენია რომ იესო ქრისტე თითქოს სეპტუაგინტას იყენებდაო. ნუ ეს აბსურდია, ნუ ისრაელში სეპტუაგინტას არავინ არ გამოიყენებდა, იმიტომ რომ ისრაელში ლაპარაკობდნენ არამეულად. ლოგიკურიც არის. ხო, ნუ არ ჭირდება ებრაელს, ვინც ბოლო-ბოლო მშობლიური ენაა მისი ებრაული და მას არ გამოიყენებდა არამეულს. ანუ ეს აბსურდი ციტატებია. ნუ ბევრს მე მესმის ქრისტიანები ორ ჯგუფად იყოფა. არის ჯგუფი ქრისტიანებისა თეოლოგიაში გეუბნებიან, ხო? იყოფა თეოლოგიაში ხალხი ორ ჯგუფად, რომელიც ძალიან მკაფიოდ მიზევენ სეპტუაგინტის განმარტებებს, სეპტუაგინტის თარგმას და მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის უკვე ბოლო ინსტანციის და არის ხალხი, ვინც მიყვება უფრო ებრაულს და მასორიტარულ ტექსტს და თარგუმებს. რატო ვთქვით ახლა ეს თარგუმები? თარგუმებიც ეს ზეპირსიტყვიერი გადმოცემის ნაწილია და ეს უკვე მოდის ეზრას დროიდან.
ბაბილონის ისა თალმუდის ისტორია. თალმუდის ისტორია ეს რა ხდება? მე გითხარი თალმუდი ნიშნავს სწავლებას, როდესაც დაინგრა იერუსალიმის ტაძარი 60 წელს, 67 წელს ჩვენც რომმა ოკუპირება გაუკეთა იერუსალიმს და 3 წელი იყო იერუსალიმი გარშემოწმული ალყაში და 70 წელს უკვე დაინგრა, დაიწვა ტაძარი, მაშინ იყო ესეთი პიროვნება რაბი იოხანან ბენ ზაკაი. ძალიან მაგარი პიროვნება იყო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გმირი იყო. რაბი იოხანანი წავიდა იმპერატორ ტიტეს, გამოიქცა როცა ალყაში იყო, ესეთი ლეგენდა არსებობს, რომ რაბი იოხანანი როდესაც გამოიქცა იერუსალიმის კედლიდან, მოიკვტარულა თავი და გვტრებს იერუსალიმში არაჩერებდნენ, არამედ იერუსალიმის გარეთ, რათა ჭირი არ გაჩენილიყო, ვინც დიდი შიმშილობა იყო მაშინ. კედლებიდან ჩამოვიდა, ჩამოიყვანეს და რომ განთავისუფლდა დაიჭირეს რომაელებმა. მიიყვანეს და მაშინ იყო ტიტე. იმპერატორი და რო წამოდგა, მევასალმები იმპერატორ ტიტეს. ტიტეს ეს მოხუცებული ვერაო თავის მატორზეო. დააპატიმრეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს ტიტე იყო გახდა იმპერატორი. და გამოიყვანეს რაბი იოხანანი და ეუბნება, რაბი იოხანანი დაგას ფარისეველი იყო. მაშინ რა გააკეთეს? მაშინ სადუკეველებიც და ფარისეველებიც გარეკა ზელოტებმა, ზელოტების სექტამ ჩაიგდო იერუსალიმი და ჩაკერდეს. ეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება, რომელიც იყო იერუსალიმის აუხრებაზე, აი მაგ დროს იწყება მაგის შესრულება. და შენი სიტყვა ყველაფერი ასულდაო, რაც შენ მითხარიო და მითხარი რაც კიდე შეგისრულებო და არაფერი არ მინდა უბრალოდ მე და ჩემი მოწაფეების მოგვეცი უფლება რომ თორა ვისწავლოთო. თორა ვისწავლოთო და ქალაქი იავნე იყო იქეთ. ანუ ცოტა მოშორებით, ქალაქში დაასახლეს ეს და დაიწყენ ამათმა ისევ თორის შესწავლა ამ რაბინებმა. ფარისევლების ძირითადი მისია იყო თორის შესწავლა, ჯულის განმარტება შესწავლა. როცა უკვე მიხვდა რაბი იოხანანმა რომ დაინგრა ტაძარი ყველაფერი, მან დაიწყო ამ გადმოცემების დაწერა. ეს ზეპირსიტყვიერი გადმოცემები იყო. ეს არ იწერებოდა. წერილობით არ იწერებოდა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი გადმოცემები. უნდა გესმოდე შენ როგორი რაღაცა იყო, იცი? ბავშვი, რომელიც რაბინობა უნდოდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. ეს ბავშვი უნდა ქონოდა უნარი დაზეპირების, თორის ზეპირად უნდა ცოდნოდა თორა, თავისი განმარტებებით, მიდრაშებით, გადმოცემებით, იმით იყო. ეს ძალიან ძნელი დავალება იყო. და პლუს ამას მან უნდა იცოდეს რამოდენიმე ენა. ებრაული, არამეული, ბერძნული. პავლე მოციქულმა ბერძნული საიდან იცოდა? პლუს ამას ლათინურიც იცოდა პავლე მოციქულმა. საიდან იცოდა? იმიტომ რომ მაგათ ასწავლიდა. და ამით მოწონდა ბავშვი თუ ენებს ფლობდა, ენების ათვისებაში თუ კარგი იყო, ის აუცილებლად თორის სწავლაში გენიალური იყო. პავლე თან თუ სწორად მახსოვს. რომის მოქალაქე იყო. ხო, რომის მოქალაქე იყო, მაგრამ რომის მოქალაქეობაში ყველამ არ იცოდა ლათინური. არა, დაიბადა ხო თან? ტარსუში დაიბადა. რომის მოქალაქეობა დაბადებით მივიღია. ხო, იმიტომ რომ მისმა დედმამას ჰქონდა მოქალაქეობა მინიჭებული და პავლე უკვე დაიბადა. რაღაცა მისი დედმამა იყო უკვე მოქალაქეები. და ანუ დაბადებიდან იყო პავლე, იმიტომ მასე არ იყო როგორც დღეს ხდება, თუ იმ ქვეყანაში დაიბადე მის მოქალაქე ხარ, რომში მასე არ იყო. რომში მონის შვილი მონათ იყო, ის არ იყო მოქალაქეan თავისუფალი. ანუ და რაბი იოხან ბენ ზაკაიმა შეკრა ეს ყველაფერი და დაიწყო ამ გადმოცემების შეკრა. პირველი რაც მათმა შეკრეს ეს იყო მიშნა. მიშნა ნიშნავს არამეული სიტყვა და ნიშნავს გამეორებას. მოსეს რჯულის მეორე რჯულს უძახი ჩვენ. აი ეს არის მიშნა, გამეორება. ამის შემდეგ უკვე შეიქმნა გემარა. გემარა არის მიშნას კომენტარები. გემარას შემდეგ შეიქმნა გალახა. გალახა რა? გალახა არის ამის ყველაფერის პრაქტიკაში როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. როგორ უნდა ვიაროთ ეს ყველაფერი. აი ხო ხარ, ვიცი ეს, მაგრამ როგორ გავაკეთო პრაქტიკაში. და შემდეგ მოიცავს უკვე ეს მიდრაშებს, უკვე განმარტების ტექსტები როგორ განიმარტება თორა და ესე და ასე შემდეგ. ნუ ერთი სიტყვით ვთქვათ თალმუდი არის ძალიან
ბევრი ტრაქტატებისგან შემდგარი წიგნი. და ყოველთვის იყო მის ირგვლივ ეს რა ქვია უდიერი დამოკიდებულება სხვა ეროვნების ხალხისგან გამო. ანუ მე ვამბობ სხვა ეროვნება აქ ქრისტიანებს არ გულისხმობ. აქ იგულისხმება მუსლიმებიც, ისინიც კი ამ თალმუდს ებრძოდნენ რატომღაც. იმიტომ რომ სიმართლე გითხრა რაბი აღარ მახსოვს ერთმა რაბინმა თქვა ესეთი რამე. შაბათზე ძალიან მაგარი რაღაცა თქვა. ებრაელებმა კი არ შეინახეს შაბათიო. შაბათმა შეინახა ებრაელობა. და ანუ და ეს რასაც ქვია ეს გალახა გადმოცემს როგორ უნდა დაიცნოს შაბათი სინამდვილეში. ეს არის ის რაც პრაქტიკაში გამოიყენება და ამიტომაც ებრაელები ყოველთვის იყო დასაცინი შაბათის გამო. ამბროსი მინდიანელი პირდაპირ დასცინოდა რა ქვია ებრაელებს შაბათის გამო. შაბათსო ებრაელი აქლემსაც კი იმაში ასვენებსო. ამბროსი მინდიანელი წერდა ეს ამბროსი მინდიანელი ვერ იტანდა ებრაელებს. სამწუხარო პირუტყვსაც ხო უნდა დაესვენოს. ჯურის მიხედვით კი, მაგრამ ამბროს მინდიანელი უნდა მოდა რომ აი თქვენ ჩარჩენილები ხართ დაგებსო თვალები თქვენ ღირსი ხარ. ნუ ერთი სიტყვით აი მთელი ისტორია ქრისტიანობის ისტორიიდან რომ მოკლედ შევეხოთ. ქრისტეს დროს რაც შეეხება გადმოცემებს რა ადგილი ეკავა. სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ რომ გადმოცემებს ძალიან დიდი ადგილი ეკავა ზეპირსიტყვიერ გადმოცემებს, მაგრამ ყველაში არა. საინტერესო რა იცი რომ სადუკეველი ამ გადმოცემებს საერთოდ არ აღიარებდნენ. სადუკეველები საერთოდ თოვლის გარდა არც ერთ წიგნებს არ აღიარებდნენ. ის ხუთ წიგნეულს. ხო, მოსეს ხუთ წიგნეულს. ის რაც იუდაიზმის თანახი, რასაც ქვია, რასაც იესო ქრისტე ამბობს. მოსე წინასწარმეტყველები და წერილებიო, სამი კატეგორია. სადუკეველები მარტო მოსეს ხუთ წიგნეულობას აღიარებდნენ. გადმოცემებს მიზებდა ფარისევლები. ფარისევლები წარმოადგენდა მაშინელ დროს მოსახლეობის 80%-ს. იმიტომ საშუალო ფენა ღალიბები ამ ყველა ფარისევლები იყო და ფარისევლებმა რაც გააკეთეს მაშინ, რაც პლუსი მათ შეეთვლება, ეს იყო რომ მათმა სინაგოგალური სისტემა შემოიღეს. სინაგოგის სისტემა შემოიღეს. ანუ მათმა ეცადნენ როგორც ილია ჭავჭავაძემ შემოიღო. წერა-კითხვა ყველა სოფელში როცა სკოლების გახსნა, ისე გააკეთა მაშინ ფარისევლებმა და ამაში მაგარი იყო, მაგრამ როგორც ყველა კარგ დაწყებას აქვს ზოგჯერ ცუდი გადახვევები, რო ვთქვათ, იყო ის ხალხი, ვინც ანგარების გამო და რაღაცების გამო გადაუხვია ღვთის სიტყვას და ზოგმა გაუთანაბრა გადმოცემები, რა ქვია, თორას, ზოგმა თორაზე მაღლა დააყენა. ნუ იყო ესეთი ხალხიც. ეს იყო ძირითადად ფარისეულურ სკოლებში იყო ესეთი ისა და სულ დავა იყო ერთმანეთში. მაგრამ ომი არ იყო ერთმანეთში, ანუ სიძულვილი არ იყო ერთმანეთში. აი მაგალითად ჩვენ ვხედავთ იესო ქრისტეს როდესაც ეპაექრება ფარისევლები, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ისე რომ თითქოს ფარისევლებს ზულდა იესო. არა. ეს ფარისევლები ამოწმდნენ იესო ქრისტეს სკოლის სიბრძნეს. რამდენად ბრძენია ეს. მართლა ესეთი ბრძენია, როგორც ხალხი ასწავლის და ამიტომ ცდილობდნენ მის ჩაჭრას იმ გაგებით კი არა რომ აი ნახე მე რა მაგარი. ეს მიღებული პრაქტიკაა იუდაიზმში. ახლაც არის აი მაგალითად მოვლენა. ხო, ახლაც ისრაელში რო გაიგებენ რომ მაგარი რაბინია ვიღაცა ამერიკაში იმაში და ჩამოდის ისრაელში სტუმრად, ხო? ვიღაცა რამო 5-6 სკოლიდან იქენ გამოვა შიკრიკებს გამოაგზავნიან და ამ კონფერენციაზე ამ იმაზე უცებ ეს სიტყვას ეთქვენ. ეს როგორ ხდება? ეს ასე ხდება? და ასე მიდის. ნუ ეს ასე მე ვარ მომსწრე მაგის ყველაფრის და ეს გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეს არვითარებს სხარდგონებას. და კიდევ დააკვირდი რომ იესო ქრისტე ყოველთვის თუ დააკვირდები ფარისევლებს პასუხობდა ყოველთვის მოკლედ. მოკლე და მომწურავად. ხო, აი, მოკლე იყო პასუხები. ეს რაბინების სტილია და დააკვირდი ზოგიერთი იესო ქრისტეს შეკითხვა თვით პასუხი იყო. კითხვას უმეორებდა ეს მისი კითხვაში იყო ის პასუხი ჩადებული. და რაბინები უკვე ვეღარ ეკამათებოდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ ის რა პასუხები იყო. ეს ნიშნავდა იესოს
დიდ სიბრძეზე მიუთითებდა, როგორც ის უდიდესი რაბინი, ღმერთი და ყველაფერი, რომ ვთქვათ ასე. აი ეს მომენტი იყო. ამიტომ იესო ქრისტე როცა მარკოზის სახარებაში ეუბნება რა ფარისევლებს, თქვენ რატომ მიატოვეთო უფლის მცნებაო და თქვენ გადმოცემებსო, ეს მართალი იყო და კერძოდ ეს, როდესაც იესო ქრისტე ამას უპირისპირებს, უნდა გესმოდეს ვის უპირისპირებს. ეს იყო შამაის სკოლა. იყო რაბი ჰილელის სკოლა, ორი დიდი სკოლა იყო, რაბი ჰილელის და რაბი შამაის სკოლა. რაბი შამაიმ გადმოცემები გაუტოლა და გაიმასქნა, რა ქვია, თორის სწავლებას უფრო იმასქნა, ზემო დააყენა რა. რაც სამწუხაროდ ეკლესიასაც დაემართა ეგა, სამწუხაროდ. ანუ ისტორია მეორდება, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, არაფერი ამ ქვეყანაზე ახალი არ აქვს ის კვეთში. ყველაფერი მეორდება. ადრე ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ანუ ისაც ფარისევლებს და ისრაელს იუდაიზმს დაემართა, იგივე დაემართა ტრადიციული ეკლესიებსაც. მაგალითად, ფირქეა ის რა ქვია, ფირქეა ავოთი ასე იწყება. ფირქეა ავოთი ეს არის თალმუდის ნაწილი და მამათა სწავლებას ნიშნავს. ესეთი რამე იწყება, რომ ესეთი სიტყვებით იწყება. თორა ჩვენ გადმოგვექცა მოსეს გადაეცა თორა სინაის თაზე, მოსემ გადასცა იესო ნავეზეს, იესო ნავეზემ გადასცა წინასწარმეტყველებს, წინასწარმეტყველებმა გადასცა დიდ სინედრიონს, დიდ საკრებულოს. სინედრიონი ანუ ჩვენ სინედრიონს. და ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართო თორაო შემოვღობოთო, ზღუდე გაუკეთოთ, შემოვსაზღვროთო და ეს შემოსაზღვრა არის ზუსტად ის გადმოცემები, რასაც ქვია. ანუ ჩვენ განმარტავთ. არა, განმარტება არა. განმარტება ეგ შორს წასულია, იესოს დროს მასე არ იყო. ესეთი ის არ ქონდათ, რომ აი ჩვენ გვაქვს განმარტების უფლება. ეს გვიანდელი რაბინული იუდაიზმშია. კლასიკური იუდაიზმში ანუ რა იგულისხმებოდა? თორის შემოსაზღვრა ნიშნავს, აი მაგალითად ადამიანი რო სოდვაში არ ჩავარდეს, ამისათვის რაღაც ნაბიჯებს აგრძალვებს იკეთებს თვითონ. მაგალითად მეზობელთან მარტო არ დარჩეს დავუშვათ. ხო. რატო? იცავ რა. ხო, თავს იცავ. თორა არ გეუნება მასეთ რამეს. მაგრამ მამათა სწავლება გასწავლის. ესა ცუდი არაფერი არ არის. იდეა კარგია, მაგრამ როცა შენ ამას ქმნი კანონზე უფრო მაღლა აყენებ, ან უტოლებ. უტოლებ. გინდა თუ არა? გინდა თუ არა, ხო, იმიტომ რომ მე ის ზალას კარგავს. იმიტომ რომ ის ადამიანური მცნება. რატო კარგავს ზალას, იცი? გარემოებები იცვლება. ღმერთის მცნება რატოა იცი უნიკალური? მასზე გარემოება ვერ მოქმედებს. ამიტომ ამბობს პავლე ისა დავითი რომ მცნება უფლისა ჭეშმარიტია. ჭეშმარიტი რატო ნიშნავს? ის მუდმივია. ის არ ექვემდებარება გარემოებს, არ ექვემდებარება ცვლილებას. თადა მიწა გადავაო, დედა მიწა გადავაო. მცნება უნდა დარჩები, ის არ იცვლება. აი არ შეიძლება შემცნება შეცვლა, ვერ შეცვლა. მაგრამ მისი პრაქტიკაში გამოყენების წესი, აი როგორც შენ თქვი ახლა პრაქტიკაში გამოყენების წესი, ის იცვლება გარემოებიდან გამომდინარე. ქრისტეს დროს ქალთან ყოფნა, მარტო ყოფნაც უკვე იმდენად ინტიმურად ითვლებოდა, რომ იმიტომაც გაუკვირდათ არა მოწაფეებს, მოციქულებს, სამარიტელ. არა, მათ მაგი არ გაუკვირდათ, მათ სამარიტელთა ყოფნა გაუკვირდათ იესოს, თორე დედაკაცთა ყოფნა არ გაუკვირდათ. ეგ სხვა რამე მომენტი იყო. სამარიტელთა ყოფნა გაუკვირდათ. ამაშია მნიშვნელობა. უყურე რა მომენტია, იმ დროს, როცა ჩვენ ვთქვათ, რომ დედაკაცი და ხალი, დედაკაცი და მამაკაცი მარტო რო ყოფილიყო, ეს იმდენად ინტიმური იყო, აი დღეს თუ პორნოგრაფიას უყურო, ცუდი შედარება, მაგრამ ანუ საცთური უფრო იყო, ისევე ეს იყო. დღეს ახლა შენ ჩაოლებრივად გოგოსო შეგიძლია იყო კაფეში და შემა არავითარი ცუდი აზრი არ გამოგივიდეს. ესეთ დონეზე იყო. ესეთი დონეზე იყო, თან ჩაცმულობა იყო, ეს ხალი სულ დაფარული იყო. ეს ხალი ხო არ იყო, აი ჩვენთან რომ გამოდიან ახლა. ეხლა გარემოება შეიცვალა და არ შეიძლება ის სტანდარტი ახლა გინდა თუ არა იმაცა. მაგრამ ეს სტანდარტი მოქმედებს უცებ შეყვარებული ხავს. აიგე? ანუ უკვე შეყვარებულთან უკვე ცოტა სხვა ისაა. ანუ ეს ასია ძმა და ეს გადმოცემები ასე იყო და ასე გაუტოლდნენ. აი დღეს როგორ არის ეს გადმოცემები? გატოლებულია? რაბინულ იუდაიზმში გატოლებულია. რაბინულ იუდაიზმში კი. რაბინული იუდაიზმი ეს აღარაა კლასიკური იუდაიზმი,
თვითონ რაბინული იუდაიზმი რამოდენიმე სკოლად იყოფა, ესა ხასიდები, ორთოდოქსები, ულტრაორთოდოქსები არის, ხარედიმები არის, კონსერვატორები არის, რეფორმატორები. ეს იუდაიზმის დაყოფა ოფიციალურად, მაგრამ ამ ოფიციალურ დაყოფებში ხო კიდევ სკოლებია, შიდა სკოლები. აი რაბინი სხვა ამ თორის იმაზე სხვა სწავლება აქვს ესა, მაგრამ თავარი ერთ სამ რამეში არის შეთანხმებული. თორა, ისრაელი და მასიახი. ეს სამი ყველას ერთნაირი აქვს. აბა ხა ეს გითხარი გაყალბებული ხო, აი ხლა გაყალბებული ციტატები, რომლებიც მოხდა თალმუდში და რომელიც სამწყროდ ინტერნეტ სივრცეში არის, აი გაგიჟდები, აი უყურე მაგალითად, მე შენ წაგიკითხე, ეხლა და გინდა წაგიკითხო. ოფიციალურად ებრაელები რას ფიქრობენ არაებრაელებზე და როგორი დამოკიდებულება აქვთ. უყურე. ვინც თქვა ბრძენის სიტყვა სხვა ერებიდან ის ბრძენიაო. ანუ ვინც ბრძენს ლაპარაკობს ბრძნულსო, თუ გინდა სხვა ერებიდან იყოს, ის ბრძენიაო. ანუ ამას ოფიციალური იუდაიზმი აღიარებს. რაბი იოხანანი არაებრულ ხუცესთან წინაშე იდგა და ესეთი რამე თქვა: ვიზრუნოთ ღარიბ არაებრაელებზე, ღარიბ ებრაელებთან ერთად. მოვინახულოთ ავანტყოფი არაებრაელები, ავანტყოფ ებრაელებთან ერთად. მშვიდობის გზების გამო. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეცადეთ ყველასთან კონდეთ მშვიდობა იქონიათ. ანუ უყურე. მე შენ ახლა წაგაკითხებ რჯულის კანონს, ტრულის კანონის სასაცოდახია. და მინდა რომ შენ თვითონ მიხვდე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინდელ ებრაელისგან კურნება არ მიიღოვო? ხო. ეს მეხუთე კრება ტრულის მეხუთე მსოფლიო კანონზე უყურაზე არც საღვთელო პირმა და არც ერის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იხმოს იუდეველთა მიერ მიწოდებული უფუარი და ამ უფუარზე ვილაპარაკებთ ახლა ჩვენ რა ლეგენდები გაჩნდა მიწოდებული უფუარი და არ უნდა იმეგობროს მათთან ანუ შენ უკვე რჯულს არ ხვევ ავანტყოფებისას არ უნდა მოუხმოს მკურნალობა მათგან არ მიიღოს არც აბანოში იბანოს მათთან ერთად ამ განწესების დამღვრევ სასულიერო პირი განიკვეთოს ერის კაცი კი წმინდა ზიარებიდან განკარგულდეს წმინდა ზიარებიდან განკარგულდეს ეს ნიშნავს რომ ადამიანმა ისევე საეკლესიო სწავლების მიხედვით ჯოჯოხეთში გაუშვეს ადამიანი იმიტომ რომ მართლმადიდებლური სწავლება ამბობს რომ ზიარების გარეშე ვერ ცხონდება ადამიანი ანუ ხედავ ადამიანს სად გაუშვეს ეს რჯულის სოფლიო კრება მეხუთე სოფლიო კრება მე წაგიკითხე შენ თუ რა დამოკიდებულება ქონდა ხმიადი მაცა რასაც უძახიან მე-18 საუკუნეში ბრიტანეთში დაიღუპა ბავშვი ქრისტიანული პასექის დრო დღესასწაულზე ესე ქრისტიანული პასექი იყო და ამ დროს დაიღუპა ბავშვი დაიკარგა ბავშვი და დაიღუპა და მაშინ დაბრალდა ებრაელებს ეგა დინარეში ნახეს რაღაც დაღუპული და დაბრალდეს ებრაელებს და ამის მერე წამოვიდა ლეგენდა ზუსტად საიდან მოდის ყურე ლეგენდა რომ ებრაელები მაცაში ურევენ ქრისტიანი ბავშვების სისხლს არადა რჯულის მიხედვით შენ იცი ებრაელს გაკარებაც კი აგზაული აქვს სისხლთან არა თუ შეეხოს რჯული უგზალავს პირდაპირ ნუ რეუნება სისხლში ჩემი სულიაო პირდაპირ ამბობს სისხლში არის სული ამიტომ რო არ გაუწმინდურდეს ებრაელი ყველანაირად ცდილობდა რომ სისხლს არ მიეკარება შემდეგ თან ყოველთვის ებრაული საკვები ძალიან მაგარი მოხარშულია და ან ძალიან მაგარი შემწვალია ან ჩვენ რო უძახით სისხლიანი ბიშტექს რო უჭამთ ზოგიერთ რო უყვალ ნუ ახლა ეს საქართველოში არა ამას მაგრამ საზღვარგარეთ ამერიკაში ძალიან პოპულარულია სისხლიან ხორცს წვავენ და ესე ჭამებენ თვითონ ქრისტიანები არ ხვევენ იმ ცნებას რომელიც რჯულში არის დაწერილი პირდაპირ უნება რომ არ შეიძლებაო და ებრაელები ამის გამო არ ეკარებიან შენ წარმოგიდგენ რასაც ებრაელები ცდილობდნენ დაეცვათ ის შემოუტრიალდა მათ იარაღად და დღესაც შენ წარმოგიდგენ დღესაც არის ხალხი ვისაც ამის ჯერა
საქართველოს თავი დავალებოთ. საზღვარგარეთ არიან. ვისაც ხალხი ჯერა. ანუ ეს იყო სიძულვილი. მე ვნახე მაგალითად თალმუდში ესეთი რამე გაყალბებული ციტატები, მაგალითად ესეთი უყურია. სანგედრინი, ესეთი წიგნი არის თალმუდში და 59-აში ასეთი რამე წერია. ის რაც სინამდვილეში ასწავლის თალმუდი. სანგედრინი, რაბი მეიერი ამბობს, არაებრაელი რომელიც შეისწავლის თორას, მღვდელმთავარს უტოლდება სიწმინდის უმაღლესი საფეხურით. მიდრაშ თანხუმა ვაიკრა არაებრაელი სწრაფად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და ასწორებენ მას. თალმუდი აბოდაზარა არაებრაელისათვის ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა აკრძალულია. თალმუდი გიტინ 61-ა აუცილებელია ავადმყოფი არაებრაელის მონახულება და საკვების მიცემა გაჭირვებულებისათვის. შენ წარმოგიდგენია რას ამბობს? რამბანი ამბობს, აკრძალულია არაებრაელებისათვის მოპარვა. საერთოდ მოპარვა. მეხილთა მიშპატი მეოთხე. ის ვინც მოკლავს არაებრაელს, სიკვდილით დაისჯება. ნათქვამია თალმუდში. ხულინ 92b აკრძალულია არაებრაელის მოტყუება. ანუ სინამდვილეში წაგიკითხე რას ამბობს თალმუდი? კიდე გოებს ეძახიანო და გოი მიწვანდიდან წამოვიდაო ესეთ მოვა. გოის ხო, გოი ნიშნავს სიტყვა ეროვნებას. ერს, ხო. ხო, მაგალითად, როდესაც ღმერთი ეუბნება აბრაამს დიდ ერად გაქცევო, ლეგოილ გადოლ ეუბნება. ებრაულად ასე ლეგოილ გადოლ. გოი დიდ ერად გაქცევო. აბრაამს ეუბნება გოის. გოი ხარო. რა აბრაამი გოი მიიღო? ანუ გოი ნიშნავს ეროვნებას და ეს უნდა მივხვდეთ, მაგრამ ეს წარმოიდგინე რამდენად დამახინჯებულია ეს ყველაფერი, ეს გაგიჟდები, აი მაგალითად გაყალბებული ციტატები მინდა წაგიკითხო. ლიბრე დავითი 37-ის ასეთ რამეს ამბობს. შეატყობინე გოის ჩვენი რელიგიური ურთიერთობების შესახებ ყველა ებრაელი კვლელის თოლფასია. ანუ შენ რომ მე გითხრა ებრაული რაღაცები აგიხსნა, ესე იგი მე ყველა ებრაელს ვკლავ. ამით რომ შენ გეუნები თორის სწავლებას. რა უცნაურია. უყურე. მათ რომ იცოდნენ ჩვენი სწავლების შესახებ, ღიად დაგვიწყებდნენ მოკვლას. ეს იმიდან ამოვიღე მე ეს ქართული თარგმანი როა როდაჟოს ინტერნეტში. ასეთი წყარო სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს ეგეთი წიგნი არ აქვს თალმუდს. თალმუდში ეს წიგნი არ არსებობს და ფაბრიკა, მაგრამ რატო ტყულდება იცი ხალხი? აქ კიდევ მეორე ადგილს აგიკითხავ. სიზოლიტი უძაბოტი. ჯორდიას წიგნი. იუდეველს შეუძლია ტყუილა დაიფიცოს, როდესაც გოი ეკითხება, არის თუ არა ჩვენ სწავლებაში რამე მათ წინააღმდეგი. ანუ შეუძლია ტყუილზე დაიფიცო. სინამდვილეში ეს წიგნი სიზოლით უდაბზო ნიშნავს თალმუდის პასუხი. არ არსებობს. ეს წიგნი არაა ბუნებაში. ვისაში დასჭირდა ვაფშე? კიდე უყურე. შულხან არუხის ფალსიფიკაცია, შულხან არუხი ეს არის კიდევ ებრაული ცხოვრების ყოველდღიური ყოფა ცხოვრება, როგორი უნდა იყოს ებრაული. ესეც ძალიან ამასაც კი შეეხეს. ამოიღეს იქიდანაც ციტატები და ესე გააყალბეს. რატო ჭირდებოდა ეს ყველაფერი? ყველაფერი დაიწყო მე-18 საუკუნეში არ დაიწყო, მაგრამ ეს დაიწყო კეთყვი ახლა. გაგიგია ხო სიონის ბრძენთა პროტოკოლები, რომელსაც იყენებენ ანტისემიტები. ეს ყველაფერი რაც წაგიგიხეს არის სიონთა ბრძენის პროტოკოლებიდან ამოღებული. გაიგე? ამოიღეს ეს
და სიონის მზეთა პროტოკოლებში არის სულ 24 თუ 28 წიგნია. შემდგარი ციტატა პამფლეტებს უძახიან მაგას. რომ თითქოს ეს არის ებრაელების შეთქმულება მსოფლიო მართლობის წინააღმდეგ. და ურტყამენ ლიბერალიზმს, ურტყამენ იმას აქვია. ანუ ჰომოსექსუალიზმის ქორწინება უნდა დაიშვასო, დემოკრატია უნდა იყოსო ეს ყველაფერი იცი ვინ გამოიგონა? რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის მეფის ახრანკას რო უძახიან. ახრანკას მიერ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ახრანკას მიერ. რატო მოხდა ეს მოხდა საფრანგეთში ამის გაყალბება? ფრანგულ ენაზე, რათა კვალი არ წესულიყო რუსეთში. რატო იყო ესეთი? და შემდეგ ეს დაიბეჭდა 1903 წელს პეტერბურგში 10 სექტემბერს გაზეთ ზნამია ერქვა, ესეთი ზნამია იყო, ულტრამემარჯვენული ნაციონალური გაზეთი იყო. ანუ მეფის მხარდაჭერი. შემდეგ გახსოვს რა ეპოქა იყო მაშინ რუსეთში. რუსეთში სწავლდებოდა პროტესტი. მეფის წინააღმდეგ. არ უნდა ხალხს მეფე უნდა თავისუფლება, უნდა გლეხებისგან თავისუფლება. ეს ბატონყმობის წინააღმდეგ მიდიოდა ეს ყველაფერი. ლიბერალური ფასეულობა და ვინ ებრძოდა ამ ყოველთვის ამ ლიბერალურ ფასეულობებს თუ არა ის ჩაკეტილი ბნელი კონსერვატორული წყობა, რომელსაც ყოველთვის სამსახურში ედგა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ამბროსი ხელაია გააციმბირე დახვრიტეს. რატო? იმიტომ რომ ამბროსი ხელაია ეს ჩვენი პატრიარქი რომელიც იყო მან იცი შენ ებრაელები რო შეიფარა ჰოლოკოსტის დროს. მართლა გეუბნები, მართლა ძლიერ იმაშია შესული დაჟე ისრაელის მართალთა სიაში, ისრაელს აქვს ესეთი ისა მართალთა სია. და ამ მართალთა სიაშია ამბროსი ხელაია შეყვანილი როგორც ვინც ებრაელები შეიფარა ჰოლოკოსტის დროს. ანუ ეს იყო ცარს მეფის რუსეთის მიერ გაყალბებული ყველაფერი შეიქმნა ფრანგულ ენაზე, მაგრამ ციტატები საიდან მოხდა? იცი ამოღებული ამ წიგნების. აი ეს ისა. აი ეს როგორ უნდა მაგათად როგორ უნდა მართოს სისტემაო. სისტემა მართვა როგორ უნდა ჩამოშალოს სისტემაო. შექმნა ლიბერალური ფასეულებებიო, ქალებს უნდა მიცე უფლებაო, ქორწინება უნდა მიცე, გეი პროპაგანდა უნდა მიცეო, ყველაფერი ამას თავისუფლებაო. ეს არის საიდან იცი ეს ტექსტი საიდან აიცი აღებული? ეს ტექსტი აღებული არის მაკიაველის და მონტესკიუს საუბარი ჯოჯოხეთიდან. ესეთი კომედია დაიწერა ნაპოლეონ მესამის წინააღმდეგ საფრანგეთში. ნაპოლეონ მესამე ძალიან ცეთი პიროვნება იყო, ცუდი პიროვნება იყო, ტირანი იყო და მის წინააღმდეგ დაიწერა ეს პამფლეტი. პამფლეტი რა კომედიასავით იყო. აიღო ეს ტექსტის სტრუქტურა აიღო და იქ რაც წერია როგორ უნდა გააკეთოს. სისტემაში ის ებრაელებს ვაფშე ხსენება არა ებრაელების. მაგრამ ამოიღეს ის ციტატები თალმუდიდან გააყალბეს, მიასადაგეს და დღეს ეს არის სიონისტური პროტოკოლი. ამაზე კარგად წერს პრაღის სასაფლაო გააქვს აკითხული. უმბერტო ეკოს წიგნი არის, ამერი დიდი წიგნი. უმბერტო ეკო ყვება ყველაფერს. მან რა როგორ გაყალბდა ეს რეალური ისტორია. ამას მეცნიერები ამტკიცებენ. მაგრამ ეს დაჭირდა რუს მეფის რუსეთს, რათა ემიგრაციაში ყოფი პროტესტანტი რუსები წინააღმდეგ გაელაშქრა. გაიგე? ებრაელები იმიტომ ითხოვენ, რომ თავისუფლებას მსოფლიო მართლობა უნდათო. მაშინ ებრაელების უფლებო იყვნენ მეფის რუსეთში. ერთადერთი სადაც ცხოვრობდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ. მათ შეეძლოთ, მაგრამ მეფის რუსეთში ებრაელი თუ ჩასულიყო პეტერბურგში ან მოსკოვში, მას უფლება უნდა აეღო თავისი ადგილიდან, კომენდანტი ვინც ყავდა, იმ სადაც ცხოვრობდნენ, გალუდში. უფლება უნდა მიეღო, რომ იქ ჩასულიყო, იქ 3 დღის მეტის უფლება არ ქონდა, დარჩენილიყო და უგონდა სამოსულიყო. დაშეს გიმნაზიაში სწავლის უფლებას არ ქონდათ ებრაელებს. ისე ებრაელებისადმი აქაც შემოვიდა ეს პროპაგანდა აგორებულია, რომ აი და ურია და ეს რუსეთი ეს არის მე ეს აიტაცა კგბ-მ და კგბ-ს ფსბ-ს მეფის რუსეთის ახრანკა რასაც ქვია, ამას იყენებდა როგორ იცი, აი ძალიან მაგრად რასაც ეთქვა. ეს აიტაცა მე ფსბ-მ ეს ყველაფერი და ეს ჩვენი მართული უვიცი ღვდლები ამასაც იყენებენ. მაგრამ ხოდა ინახე რამოდენიმე წლის უკან ქუთაისელი ღვდელი რო იყო რა ებს ლაპარაკობდა. არ მახსოვს. მე საპატრიარქო მე ელჩი ჩაერია ისრაელის ელჩი.
რა გიდორი და ისინი. პირდაპირ თქვა რომ ურიები მართავენო ქვეყანასო ეს ანტიქრისტეო ისრაელში დაждდებაო ესო ებრაელები ასეთები ისეთები არიანო პირდაპირ თქვა ქუთაისელი რო იყო მიტროპოლიტი მაგის გამო შენი შვაზე აიყვანეს მერე და დაჟე საქართველოს წარმომადგენელი ელჩი ჟვანია რო იყო გიორგი ჟვანია იყო მე მგონი თუ ვიღაცა იყო არ ვიცი ისრაელში ახლა აღარა წავიდა ეს მანაც შეწუხდა რა ბოდიშები მანაც მოიხადა ერთი პერიოდი მან დაუდგა მოდელსოა ეთყობა მაგას არ გულისხმობდა მაგრამ რო გაიგოს სიმართლე თქვენ ბიძა ვერ ხართო რა პირდაპირ თქვა ეხლა ჯულის კანონიდან რომ მოიყვანე რომ ებრაელისგან კურნება არ მიიღო და შემდეგ მან კიდევ წერია რომ ებრაელების დღესასწაულზეც არ უნდა დაესწრო მაგრამ ხანუკას დღესასწაულზე ხან მინახავს თვითონ პოლიტიკოსები ყოფილან ხო ნუ შენ ხვდები რა მომენტი იყო ესა საქართველოში ღმერთს მადლობა ეს ჩვენ არ ქონდა ქართველი ღმერთმა დაგვიფარა იმდენად ჯავახიშვილი ამოსო ჩვენ სემიტები ვართო რაღაცა გვაქვს ხო მართლა რაღაცა ის მონათესაო გვაქვს ის რაღაცა რომ ეს სულის კვეთება გვაქვს ერთი სულის ვართ ჩვენ ებრაელის და ქართველის გაიგე გვაქვს ჩვენ ეს და მე ვფიქრობ რომ ეს ღმერთის დიდი მადლი და წყალობა რომ ქართველი როგორც ერი არ არის დამნაშავე ებრაელებთან არ შევიწროებაში და განკითხვის დროს როცა ის მოვა კურთხეული მეორად მოსვლა რო იქნება ისტორიაც კი მსგავსია ის უდაპყრობილები და დიდ ჯილდოს მიიღებს იმ ქართველოს მისია ქონდა საქართველოს მისია არის რომ კავკასიონში ქრისტიანობა შეენარჩუნებია საქართველოს რო არ ყოფილიყო სომხეთი დიდი ხანი მახმადიანური იქნებოდა ის საქართველოს შეინარჩუნა სომხეთის ქრისტიანობა თორე ირანი ჩაყლაპავდა ეგრევე იმ სომხებსაც ახლა მე ცუც არ ვამბობ სომხებზე მაგრამ ის რაც გავაკეთეთ ეს საქართველოს იყო და შენ არ დაგავიწყეს ამ ქართველებთან ომში ებრაელები ომობდნენ ჯარში ებრაელები მიდიოდნენ ებრაელი არის და სახში ფულს არ აკეთებდა როცა ქართველი მიდიოდა საომრად გვერდში ედგა ასეა ძმა მაგრამ პროპაგანდმა და ფულმა გარყნა ერი ვაფშე რუსეთმა გარყნა ქართული ერი რუსებმა რუსულმა მენტალიტეტმა მე არ ვარ რუსების წინააღმდეგ მე მიყვარს რუსი ხალხი მაგრამ ეს იმპერიალისტური რაც აქვს ეს არის დიდი გარყვნილება ადლობა გიორგი მაშასე მეგობრებო დავამთავრებთ დღევანდელი საუბარი თუ ვინმე შეკითხვები გექნებათ თალმუდთან დაკავშირებით ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება რამოდენიმე სტატიის მისამართი გადამისამართება იქნება შეგიძლიათ ნახოთ თლიანი ტექსტები მიძღვნილი მაქვს მე ამ განვარტე ამ ყველა ციტატები რომელიც გაყალბებულია შეგიძლიათ გაესწროთ წაიგითხოთ გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს ეს ციტატები და ამით იყოთ გამავრცელებელი ჭეშმარიტების და სიმართლის მაშასე ილოცეთ ჩვენთვის გააზიარეთ გფარავდეთ უფალი გაგზელება იქნება ებრაელის მოძულება შეიძლება რადგან აბრაამს ეუბნება რა შენს დამაწყევარს დავწყებლი და შენს მაკურთხებას ვაკურთხებოდ თუ ვინც დალოცავს ის დალოცული იქნება ეს ასეა